უზურპირებული ხელისუფლება სრულ საიტნოთშია და აგონიაშია და გუშინდელია ეს ნაბიჯი არაკონსტიტუციური პარლამენტის მიერ რომ სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწეროს ღალატის მუხლი კიდევ ერთი ნაბიჯია სისხლიანი დიქტატურისკენ საითანაც მიახანებს ტერორისტული ორგანიზაცია ოცნების ლიდერი ალი ჰუსეინ წმინდა ჭორვილელი ბიძინა სრული ტალიბანიზაცია ხდება იზოლაცია მართალია თავის მომხრეებში დროებით წარმატება უზურპირებული ხელისუფლების ხარეს იქნება მაგრამ საბოლოო ჯამში მინდა ბიძინას და ოცნების ტერორისტულ ორგანიზაციას რომელმაც სრული ტალიბანიზაცია დაიწყო და ამას საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობის თვის ბრძოლით შენიღება მიდვის და რუსეთის ბოროტების იმპერიის, ირანის, არაბეთისა და სხვა დიქტატორული სახელმწიფოების პროქსად აქციის საქართველოს, როგორც არის ხამასი, ხაზბულა და ბიძინას მინდა შევახსენო, რომ ალი ჰუსეინ წმინდა ჭორვილელ ბიძინას ეს და ტერორისტულ ორგანიზაციას ოცნებას ეს ღალატის მუხლი ზუსტად თქვენ მოგიტრიალდება და ამავე მუხლით თქვენ თვითონ დაიჯდებით ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის მოღალატეობრივ ოპოზიციასთან ერთად როგორც ეს დაემართა კადაფის და სადამ ჰუსეინს ალი ჰუსეინ ჭორვილელო ბიძინა სადამ ჰუსეინს და კადაფის შვილები მაინც ყავდა რომელიც თანამებრძოლები იყო შენ შვილებიც არ აყავს და არც ერთი ხვრელი და ამოყვანილი დასამალი არ გექნება ვერც ერთ ხვრელში ვერ დაიმალები რა ყველა ხელიდან გამოგაძროთ და აი ამ ღალატის მუხლით შენ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ერთად იქნები დაჟილი ქართული ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე შენი დედა აფეთქვა